როგორც იცით, საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას შპს სანი პეტროლიუმ ჯორჯიას იგივე გალფის მიმართ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლენილია ყალბის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის ჯგუფურად დამზადება გამოყენების ფაქტი, რომლითაც კანონიერის სახე მიეცა 52 ტონა აღურიცხავს საწვავს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტზე დაკავებულია გალფის ორი თანამშრომელი, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიება გრძელდება, ასევე გრძელდება ბუღალტრული რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშ სწორების კანონიერების შესწავლის კუთხით.